გამარჯობა მეგობრებო, სახელმწიფო სერიები გრძელდება და დღეს ჩვენ გავაკეთებთ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სასმელ მსოფლიოს გარშემო, რომელიც ალბათ ტონობით ისმება მსოფლიოს გარშემო, 100,000 ტონობით ისმება მსოფლიოს გარშემო და საქართველოს არ ჩამოსდება მას. იქნება პატარა მინიშნება არის წითელი ღვინო და ალბათ მიხვდებით უკვე რაზეც არის საუბარი და სხვადასხვა უკვე მასობრივად ძალიან პოპულარულია რა საქართველოში გლინტვენი, ადრე მე მგონი ეგეთი პოპულარულიც არ იყო და ეხლა ნებისმიერ საახალწლო ბაზრობაზე თუ საახალწლო თემის ქვეშ მოქცეულ ღონისძიებაზე ყოველთვის შეხვდებით მას. არის ძალიან გემრიელები, არის ძალიან უგემურებიც და არის ძალიან ბევრი გაკეთებული ფხვნილზე. ამიტომ ფხვნილზე გაკეთებული გლინტვენი არ დალიო და გთხოვთ ვინც აკეთებთ აღარ გააკეთოთ. ღმერთის წყალობით გვაქვს ჩვენთვის ძალიან გემრიელი საფერავი, რომელიც მე ყველაზე ხშირად საფერავს ხმარობ, მაგრამ ზოგი ხმარობს ხოლმე ქინძმარაულს, ზოგი ხმარობს ხოლმე ხვანჭკარას. მაგრამ საფერავი არის ყველაზე ხელმისაწვდომი, ასე ვთქვათ, მინო, რომელსაც აქვს თავისი ჯიშური არომატები ალუბლის და მგონია რომ ძალიან უხდება გლინტვენს. გლინტვენი ძალიან მარტივი გასაკეთებელი არის. დაგვჭირდება მაგისთვის დაახლოებით 9 ლიტრი ღვინო, დაახლოებით 100 გრამი წყალი, დარიჩინის ფხვნილი ან დარიჩინის პატარა ჩხირები, ვანილის ჩხირი ან ვანილის შაქარი, 1 ცალი ფორთოხალი, 9 ლიმონი და შაქარი. 80 გრამი. თანაგა ძალიან თქვენზე არ დამოკიდებული, ამდენად ტკბილი გიყვართ, თუ გიყვართ უფრო ტკბილი, უფრო მეტი უნდა გავით, თუ უფრო ნაკლებად ტკბილი, ნაკლებად ტკბილი. ეხლა დავიწყებთ უმზადებას და დავიწყოთ შემდეგნაირად. პირველი დავჭრათ ფორთოხალი და ლიმონი, რომ გავიმზადოთ ყველაფერი ჩვენი გლინტვენისთვის. გავჭრით ეს შუაზე. ლიმონის არომატი უფრო გინდათ რომ ქონეთ, შეგიძლიათ რომ მთელი ლიმონიც უკნათ, მაგრამ მე მინდა რომ ფორთოხლის არომატი უფრო იგრძნობოდეს, ამიტომ მთელ ფორთოხალს ვუზავ და 1 ცალ ლიმონს. დავჭერეთ ჩვენი ფორთოხალი და ლიმონი და ეხლა გეტყვით პატარა ისტორიას გლინტვენის შესახებ. გლინტვენი მომდინარეობს თვითონ ჩრდილოეთ ევროპიდან, უფრო გერმანიიდან, ავსტრიიდან, მაგრამ თვითონ ცხელი ღვინო სანერებლებით ცხელდებოდა რომშიც. ანუ რომიდან მოდის, ასე ვთქვათ, ფუძე გლინტვენის, მაგრამ მსოფლიოში პოპულარული გლინტვენის სახელით გახდა უფრო გერმანელების, ავსტრიელების, სკანდინავიელების წყალობით. სკანდინავიის ქვეყნებში გლინტვენის ეძახიან გლოგს. ჩავასხათ 100 გრამი წყალი ქვაბში, ჩავყაროთ შიგნით ფორთოხალი და ლიმონი, რომელიც დავჭერით მანამდე, ჩაუშვათ შიგნით ვანილის შაქარი, ასევე დარიჩინი და უბრალო შაქარი. და შემოვდგათ ეს ასადუღებლად, რომ კარგად გავუჟეს გემოები და მანამდე ჩვენი დაფა გავწმინოთ სელპაკის ხელსახოცით, რომელიც ძალიან კარგად იწოვს სითხეებს. მეც პირადად სახლში ვიყენებ სელპაკს, რადგან როცა გჭირდება საუკეთესო, სჯობს გამოიყენო სელპაკი. გემოები გაუჯდა დაახლოებით 5-10 წუთია უკვე არის ცეცხლ შემომდგარი. გლინტვენის და საახალწლო ვაიბი უკვე მოაქვს და ამიტომ ახლა შეგვიძლია დავუმატოთ წითელი ღვინო შიგნით. ბევრ სხვადასხვა რეცეპტს ნახავ, სადაც ღვინოს ადუღებენ ხოლმე, მაგრამ მე ვარ კატეგორიულად წინააღმდეგი მაგ ყველაფერს, რადგან გლინტვენი მაინც ალკოჰოლური სასმელია და ადუღებისას ალკოჰოლი მთლიანად ორს ხდება. გლინტვენს მარტო იმიტომ არ სვავ, რომ ახალი წელი გიყვარს, ალბათ იმიტომ სვავ, რომ ცოტა შეძარხოშთ. ამიტომ არ ადუღოთ ხოლმე თქვენი გლინტვენი, გქონდეთ სიმერზე, ანუ ადუღებამდე მიიყვანეთ ხოლმე ყოველთვის და დაახლოებით 9 წუთი შეგვიძლია გამოიწვიოთ. ამიტომ ალკოჰოლზე შევინარჩუნებთ, არა ვადუღებთ და ბევრად უფრო გემრიელი გლინტვენის გამოგვივა. ჩვენი გლინტვენი გამზარდა და როგორც შეგვიძლია ძალიან მარტივი რეცეპტები იქნება დეკები დასაწყისში და რომ შევიქნათ ძალიან კარგი საახალწლო განწყობა. და ეხლა შეგვიძლია ჩავასხოთ ჩვენს ულამაზეს ჭიქებში, საიდან გვაქვს კი არ ვიცი. და ერთი ჩემი საბუნასთვის. ესე წუწები ჩვენ აღარ გვეშენია, რადგან უკვე შემიძლია რომ ლეგიტიმურად გამოვიყენო ხოლმე ხელსახოცები. ძალიან მარტივად შეიწოვა როგორც ხედავთ უამრავი გლინტვენი. გლინტვენი და საგემოვნებოდ რა თქმა უნდა ეხლა მოვიწევ ულამაზეს და უმშვენიერეს, სხვადასხვა ძალიან გიყვართ ეს ჩვენს მეგობარს, რომელიც ძალიან დიდი ხანია თვალს გვადევნეს, ძალიან დიდი ხანია გთხოვდა რომ მოგვეწვია. ის არის მოდელი და ძალიან ცნობილი ინფლუენსერი მარიამ სტავრიგიდი. Mariam Stavrigidi, we wish you a Merry Christmas. ევროვიზიაზე წელს მეწავადგენ საქართველოს. აჰა. მარიამ სტავრიგიდი არის ძალიან ცნობილი მომღერალი და მუსიკოსი და ეხლა დააგემოვნებს ჩვენს გლინტვენს და გვეტყვის რამდენად უქმნის ის საახალწლო განწყობას. მარიამ განწყობას გლინტვენი ყოველთვის მიქმნის. მარიამ გიყვარს? მაგრამ არასდროს არ დამილევია. მართლა? მარიამს არასდროს არ დავდევა. არც გუდაურში, არც რამე იმაზე ბაზრობებზე, არც პარიზში, არც გერმანიაში, არცად არ დამილევია. ბელგიაში დაგალევია. ბელგიაშიც მინდა დავლიო და აი გონი რომ ბაზრობები კი, აი კი ცოტა გოთიკური. რა ქვია, ვენაში. ვენაში, ძალიან კარგი იქნება. ლონდონი, პარიზი. ლონდონი, პარიზი.
ეგეთი მომღერლები ყოლია. ეგრევე ტრიგერდები. სიტყვებს. სიფარულმა. ხო. აბა, გავგიმარეს, აბა. გავაკეთოთ ეს. კი, გასინჯე. დალა. გემრიელია. მართლა ხო? ხო, მართლა. მეც მომიდონა. ციტრუსი მაგრა უხდება. კი, დაიჩინის ტონების ხდება. აუ, რა მაგარია? სანგემრიელი. ხო. ძალიან მაგარია. თან როცა შივა გაგაცხოვს, ეხლა ვხვდები ამის დანიშნულებას. ისთვის არის, ხო? ისთვის არის. This is awakening გადა. გაიჩი. ეს ყოველდღე უნდა გავსინჯო. რა თქმა უნდა, ახალი წელი ძალიან კარგია და გლინტვენი ძალიან ასწორებს, მაგრამ რა თქმა უნდა, რა ქმნის ყველაზე დიდი სახალხო განწყობას, საბა რა საკეთებ? თამაშობ. ოპა. უნდა დავიჭიროთ კოკაკოლები, ბურთები, რაღაცეები. და წითელი ბარათი არ უნდა დაიჭირო. წითელი ბარათი არ უნდა დავიჭიროთ. რა სტრაფდება მე. შენი რა თქმა უნდა, კოკაკოლაზე კარგად ვერაფერი ვერ ექმნის სახალხო განწყობას. გლინტვენი კაია და ცხელი ასწორებს, მაგრამ ცხელი კოკაკოლა შეიძლება კარგი იყოს. ახალწელზე ასოციაცია პირველი არის კოკაკოლა. კი ბატონო. და კოკაკოლას დიდი სახალხო ავტობუსები. ქარავანი. კი ბატონო. კოკაკოლის ქულების დაგროვება კიდე გრძელდება. ყვითელი თავსახურების ქვეშ მოთავსებული კოდები უნდა შეიყვანოთ აპლიკაციაში და ასევე აპლიკაციებში შეგიძლიათ ითამაშოთ მინი გეიმები, სადაც თქვენ შეიძლება დააგროვოთ ქულები და ამ ქულების ყოველ კვირეულად შეგიძლიათ რომ გადაცვალოთ სხვადასხვა პრიზებში. გამარჯვებული რა თქმა უნდა ტრადიციულად გამოვლენება ლიდერბორდის პრინციპით, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ კვირეულად თქვენ შეგიძლიათ დალიოთ კოკაკოლა და ყოველ კვირეულად მოიგოთ პრიზები. რა თქმა უნდა შეიყვანოთ თავსახურის ქვეშ მოთავსებული კოდი 10 ციფრა და ითამაშოთ მინი გეიმები, რომ მოხვდეთ ლიდერბორდში და შემდეგ მოიგოთ სხვადასხვა პრიზები. დალიეთ მენდე კოკაკოლა, იყავით ყოველ კვირეულად გამარჯვებული და ითამაშეთ და იგრძელეთ და იგილოთ ახალ წელს. ძალიან ბევრი ქულები. ბაი.